ღარიბაშვილმა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, ეს ჩანაწერი მიუტანეს და არაპატია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ღარიბაშვილის დაკავების მოტივად ივანიშვილის პირად შურისძიებას ასახელებს. TV პირველის ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ შემთხვევა 2024 წელს კახეთში მოქმედი გუბერნატორის ალადაშვილის სუფრაზე მოხდა. შაიშმელაშვილის ინფორმაციით ჩანაწერი ივანიშვილთან კობახიძე მდინარაძემ მიიტანა. შეგაკვდები გიორგი გვარაკიძე, მაგრამ არ დაგითმობ ჩემს უდანაშაულო შვილს, საკუთარ სკამს რომ ზვარაკად შესწირო. მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი შვილი ინციდენტში საერთოდ არ მონაწილეობდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმა. უკრაინამ ოკუპირებულ ბერდიანსკში ელექტროსადგური დაბომბა, ქალაქში ელექტროენერგიაა გათიშული. უკრაინული ტელეგრამ არხები წერენ, რომ ელექტროსადგურ მოროზოვსკაიას მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა. ამერიკა მამაცი ირანელი ხალხის გვერდით დგას. რეჟიმი ახლა უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე. მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომაზე გაეროში ამერიკის ელჩმა ისაუბრა. მაიკ ვალცის თქმით, ბრალდებები, რომ ირანში გამართული პროტესტი უცხო ქვეყნის მიერ შეთქმულებას წარმოადგენს, უსაფუძვლო ტყუილია.